ეს არის განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა ვეფხია კასრაძის ხსენებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად გმირი ადამიანი. ამას აი ვინმეზე თუ შეიძლება ამის თქმა, ნამდვილად ერთ-ერთი არის ვეფხია კასრაძე, რომელსაც წესით უნდა უფრთხილდებოდეს ყველა ჩვენ ქვეყანაში, მთელი ჩვენი საზოგადოება, მთელი ჩვენი, რა ვიცი მე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, წესით უნდა ხვდებოდეს ამ ადამიანის ფასს, ასეთი ადამიანების ფასს. ნამდვილად ჩვენ შორის საუკეთესოები დღესდღეობით დგანან რუსთაველზე, ჩვენ შორის საუკეთესოები დაიჭირეს. ეს არის უბრალოდ აი კუდიანებზე ნადირობა თუ შეიძლება ითქვას, მართლა არავითარი და არანაირი რეალური ხელშესახები, მტკიცებულებით ხორციელდება ამ ადამიანებზე. უდიდესი უსამართლობის პრაქტიკა და რაც თავარია თითოეული მათგანი ნამდვილად არის აი რაღაცა ისეთ აი თვითონვე რო ეცინება თუ უბრალოდ ისეთ რაღაცებზე უწევთ თავის მართლება, აი ამას ვხედავთ, ვეფხია კასრაძის სიტყვა ნამდვილად იყო, აი არ ვიცი მე სეილემის პროცესის მსგავსი მონოლოგი, რა ვიცი მე, რომელიც რეალურ დროში და ჩვენ პირდაპირ ეთერში ხორციელდება, ეს არის მართლა სადამსჯელო რაღაცა არნახული ოპერაცია, იმის ფონზე როცა ვხედავთ უბრალოდ პირდაპირ მნიშვნელობით ნაწამებ ადამიანებს. აი ამაზე მართლა ეხლა უკვე ჩვენ მივედით იმ დონეზე, როცა ჩვენ ყოველი ღამე მართლა არის უდიდესი ნერვიულობის, ყოველი დღე არის უდიდესი ნერვიულობის საგანი, იმის გამო რომ ჩვენ ვფიქრობთ ვინ როგორ არის დღეს, კიდევ სცემენ თუ არ სცემენ და ამით იწყება და მთავრდება ჩვენი ყოველი დღე და მე ერთი ადვოკატის მქონდა ადვოკატთან ერთთან სატელეფონო საუბარი, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი როცა დაიჭირეს და დიდხანს ეძებდნენ ჯერ სად იყო და მეუბნება რომ ჩვენ გაგვიმართლა ის თბილისშია, ეს იმას ნიშნავს რომ დროზე მიუსწრებ და ნაკლებად სცემენ. ესე იგი, აი ამის წარმოდგენა უბრალოდ, ხო, რომ ეს რაღაც კარგია, რომ ახლოსაა ადამიანი, რომ ესე იგი მალე მივუსწრებ, რომ ნაკლებად სცემენ. აი ესეთი რამ როცა გესმის ტელეფონში და ამას იღებ როგორც პოზიტიურ ინფორმაციას სინამდვილეში, აი ამის წარმოდგენა უბრალოდ რომ არ ყოფილიყო თბილისში, ან არ წაეყვანა თბილისში, ეს რას ნიშნავს? ესე იგი საათები იქნებოდა საჭირო იქ ჩასაღწევად ადვოკატ. აი ამ რეალობაში ვართ, მოკლედ დღესდღეობით. მე გუშინ გავაცნობიერე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მითხრეს, რომ აი 20 მე ღამე იყო უკვე 21 დღეა აქ ახართ მეუბნებიან და მაშინ მივხვდი რომ 21 დღე ვდგავართ აქ საერთოდ ხო იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის ერთი უწყვეტი ღამის კოშმარი რომელიც მართლა ვერ ვაცნობიერებ რა დრო გავიდა ამასობაში და ამან წარმოუდგენლად გამაბრაზა სინამდვილეში იმიტომ რომ ჩვენ 21 დღეა იქ ვდგავართ ჩვენ 21 დღეა ვითმენთ აი ამ არნახულ რეალობას მართლა, რომლის მსგავსიც ყოველ შემთხვევაში ჩემს თაობას ნამდვილად არ ახსოვს, რომლის მსგავსის წარმოდგენაც თუ ოდესმე მოგვიწევდა რეალურ ცხოვრებაში ის რაც წიგნებში გვაქვს წაკითხული, ხა მე რამდენიმე წლის წინ მაქვს დადგმული ესეთი სპექტაკლი, ერქვა ვეფხვი და ლომი და ეძღვნებოდა 37 წელს რეპრესირებულ მწერლებს. მე და დათო გაბუნია, რომელიც ტექსტზე ვმუშაობდით, სულ ვუმეორებდით ერთმანეთს ამას ჩვენ ვერ ეს ამას ჩვენ ვერ დავწერთ, ვიძახთ ეს როგორ უნდა დაწერო? აი დაკითხვის სცენა, როგორ უნდა დაწერო? ან როგორ უნდა დაწერო სახლში როცა ჩეკისტი შემოგივარდება, NKVD, როგორ უნდა დავწეროთ ეს რა არის? ამიტომ ვერ წერდით. აი ამ მდგომარეობით დღეს ვიცით ეს როგორ იწერება. დღეს ვიცით ეს რა რეალობაა, როცა და თავისი სიცოცხლის ფასად დგას კარში, პირდაპირ ლაივში აქ ჩართული 4 თუ 10-მდე მე მგონი ადამიანი კაცი არავითარი უნიფორმით და ყველანაირი ნიშნის გარეშე ცდილობს რომ შევიდეს სახლში იმისთვის რომ მისი ძმა ვითომ 10 წუთიან დაკითხვაზე წაიყვანონ და აი ეს უბრალოდ არის დღევანდელი რეალობის ჩემი აზრით ერთი ყველაზე საუკეთესო აღმწერი მასალა რომელიც დღეს გვაქვს სადაც ეს გოგონა აი მართლა ამხელა სულისკვეთება და სიმამაცე რომელიც მხოლოდ წიგნში წაგვიკითხავს ან გვინახავს იცავს თავის ძმას რომელიც იმალება გვერდზე ოთახში აი ამ ღამე მომდგარი ადამიანებიდან ეხლა როგორ არ უნდა გვეცნოს ეს ეპიზოდი ხო როგორ არ უნდა გვეცნოს ეს ეპიზოდი იმ ისტორიის გადასახედიდან
რომელიც ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას გვაქვს. დღეს ვართ ჩვენ აი ამ ღამის კოშმარში და ჩვენ აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენი მოთხოვნები აქტუალურია, რომ ეს მოთხოვნები ჯერ არ შესრულებულა და სიტყვას ბანზე გვიგდებს ეს ხელისუფლება ყოველდღიურად და რომ ყოველდღიურად ჩვენ ვამთავრებთ ამ დღეს ისევ იმით, რომ არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნა და ისევ იმით, რომ ახალი დღე დაიწყება ისევ იგივე მოთხოვნით და რომ ერთი ეს უკვე კლასიკად ქცეული მეთოდია ქართული ოცნების, ერთი სკანდალი უნდა გადაფაროს მეორე სკანდალით, ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უარეს თქმა უნდა გადაფაროს ყველაზე პირსისხლიანი სურათებით, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გვინახავს, აი ამგვარი მეთოდებით, ან პრეზიდენტის იქ რაღაცა გამოგონილი პრეზიდენტის დანიშვნით, ან სხვა რაღაცა აუტანელი ბატონ ლევანი რასაც აღწერდა, კარიკატურული, მართლა ტვინში რო ვერ ეტევა ისეთი სისულელეებით, გადაფარონ ის ყველაფერი, რაც მან ვეღარ გადაფარავენ. ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მკაფიო და ჩვენ ვითხოვთ ახლავე ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნები ახლავე. აი ეს არის ჩვენი მოწოდება. სასწრაფო გადადგომა ამ ხალხის და ახალი არჩევნები.